დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები ფაქტობრივად, აი მისთვის ივანიშვილისთვის რომ იხწოდნენ ძმები მიქაძეები, ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, ესე ვთქვათ, ამბობენ რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, დააორგანიზეს, ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში, ესე ვთქვათ, კბილებით იცავდა ყველა სპიკერი ქართული ოცნების დაწყებული კობახიძით გაგრძელებული ჩუსტებიანი, ლასტებიანი ზარქუათი, ხო? ანუ ყველას გვაქვს ნანახი, როგორ კბილებით იცავდნენ და დღეს ესენი, ესე ვთქვათ, სამუდამო ციხისთვის გაუყენა გზას ივანიშვილმა, სამწუხაროდ რეალობაა, რომ თვეები დაჭერდა, თორემ ამ საქმის გამოძიება იყო ზარა და ძალიან მარტივი იყო, ყველაფერი იცოდა ამ ქალაქში ვინ შეუკვეთა, ვინ ჩამოიყვანა, როგორ მოხდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის დაგეგმა, მაგრამ ერთი უნდა გესმოდეთ, რომ აი ამ რაღაცა დანაშაულების უკან, რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო და ფარცხალაძის გუნდთან, მიქაძეებთან დაპირისპირება ოცნებაში რას ნიშნავს? ჩემზე უკეთ კითხეთ ახლა ზარქუას და ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში, რომ შვიდობიანად დავამხოთ ივანიშვილის ეს კრიმინალური რეჟიმი.